მითქე, ან სოციალურ ქსელს ვერ ვეკარებ, რა ვქნა და Netflix-ი გავხსენე და რაღაც როგორ დაძდებდნენ ბინ ლადენს ამერიკელები და უყურებთ მაგას. ძალიან ძნელი იყო და. მორტალის გელოდება წინ ხო? იმიტომ შენ ხა არჩევანი მე მაგალითად რჩევას მოგცემდი რომ ფეხებს დაიგიდეთ ხო? დიდი ხანია მაგ რეჟიმში გადავედი უკვე. ერთი წელიწადია უკვე რომ აი მაგ რეჟიმზე ვარ, რაღაც Facebook-ზე ვდებრამეს. აღარ შევდი ვარდაში. აღარ იდეა, აღარ ვიტყულობ არაფერს. იშვიათად რამე შევხვდა, ნერვები მომეშვა, მე ეს უკვე ამახსენდება რომ შემილია გავთიშო. მაგრამ ახლა შენ პლატფორმაზე შეიძლება ვიღაცას კომენტარები ეწერათ. მან ხე იძულებული ხარ რომ წაიგდო და შენია და. ხო. მე ვიტყვი ვერ გეტყვი ბოლომდე ფეხებს დაიგიდე. რო არ გაგხოლმე ხვდები, ისე ამბობ ხოლმე რაღაცას. ეხა ეგეთი თან ანუ ვიდეო რო ჭუბი რომ მორჩა არაფერი მე მიულოცოთ გამარჯვებულს ილია რაღაცა ძლიერი დაგვიბრუნდი რაღაცა და კაკი ამ შემთხვევაში ვერ გეთანხმები რაში არ დამეთანხმე ანუ აი რაში არ დამეთანხმე არ მიულოცოთ გამარჯვებულს თუ ილიას არ უსურვოთ დაბრუნება თუ რა სიგიჟია მართლა ხო და ეს ხო ტროლბოტები არ არიან რა ვიშაშა ეს ხალხი ეს ჩინეთის ტროლბოტი ყველაფერს ფოტოს თუ მივაწერთ ხოლმე რეალურად ადამიანები არიან სამწუხარო რეალობაა ეგეთი რა ვებს ვერ იზამან მაგიტო ერთ-ერთი გამოსავალი მართლა ისაა რომ ეხლა ვერ იზამ იმიტომ რომ შენი პლატფორმაზე მოგიწევს გაფილტრე რაღაცეების მაგრამ ზოგადად ჩემი რჩევა იქნება რომ ადამიანებს გინდათ რაღაცა ცოტა მენტალური ჯანმრთელობა ისა წესრიგში კონდეთ რაც შეიძლება ნაკლებად შედით სოციქსელებში და კომენტარების იმას უმეტეს არ დააჭიროთ ხოლმე და ხო ისა სოციქსელებში ყველაზე მეტად Facebook-ზე ერიდეთ Facebook-ის მეშინია Facebook-ის მეშინია აი რომ მითხრან ხა რომ მითხრან კი არა ეგრე არის აი მე რა კონტენტსაც ვაკეთებ ეგ რომ Facebook-ზე ვაკეთო ანუ ნოლები მომემატება view-ებზე მაგრამ მეშინია მართლა რომ რაღაცა ვიღაცა თავში ჩამართავს ნავი ადამიანებისგან ნამდვილი ადამიანებისგან მართლა ო აი ისეთი რაღაცები მაგ წაკითხული რომ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ესეთი აზრი შეიძლება საერთოდ არსებობდეს დედამიწაზე მე ამას ხმამაღლა აფიქსირებს ადამიანს ამის თავში მოიხარშა ეს მე ხმამაღლა დააფიქსირა ოღონდ ტიპები ყავს რომ ზეთახმებიან ბახოდო კიდე ლაიქები აქვს და რო ნახო თქვა ეს აზრი რაზე აქვს დაფიქსირებული ანუ რასთან მიმართებაში დაწერა ეს ის ცალკე საგიჟეთია კიდე ოღონდ კავშირში ვარ ერთმანეთთან და მე აი ხან ვფიქრობ რომ ბიჭო ეს სიგიჟე კაი პროსტა რაღაცის თქმა უნდა ხო და არა მე ბიჭო მე სადღაც აი ძალიან სიგიჟეში გადადიხარ უკვე და იჭერ იმ მომენტს რომ ამის გამო დაწერა და ის ცალკე სიგიჟეა რომ იმის გამო აქ ეს დაწერილი რებითოლია ის რო ჩაყოლია მე გადაცემის იდეა მაქვს ერთი ანუ ვიდეოს იდეა როგორც ვიყ გადაცემა შეიძლება ხომაღალი ნათქვამია მაგრამ აი 10 პროფაილ პიქჩერი უნდა მოგიტანონ და აქედან ნახევარს უნდა ქონდეს არ უნდა იცოდე რამდენს მოწმენდაცაზე დედის ტრაქს რო იგინებიან ხოლმე და უნდა გამოიცნო პროფილის მიხედვით ვინ არის ეგ ვინ დაბინძურებს ინტერნეტს და ანუ ისა რა ანუ კონტენტია რა მარტივად მიხდები წარ cover photos თუ ემატება არა cover-ი cover და ორივე თუ მოგიტანეს მარტივად მიხდები ძალიან ეგ რამდენიმე კომბო მაქვს მომაკვდინებელი და არ გავამხელე გინების იმას მიხდები ანუ გინება როგორი გინება მაგითი მიხდები კიდე ეს იქნება და ის რა საკითხზე იქნება top 3 საკითხად ჩამოვთვლი აი რა საკითხი ეგ ძალიან მარტივია. ეგ 1-დან 0-1-ია კუში მაგას კაცო. ეგ ძალიან მარტივია. საკითხი უმარტივესია. მე გეუბნები მიმართულებას მიხვდები რა დაჟე იმის მიხედვით რა. ძალიან მარტივია. და ეგ ხო ძალიან უცნაურია. ანუ რომ რას გულისხმობ, იცი? ძალიან უცნაური არა, ძალიან ახალია რა. იმიტომ რომ ადრე ანუ ჭკვიანი ადამიანები არსებობდნენ, ნაკლებად ჭკვიანი ადამიანები არსებობდნენ და ესენი ლაპარაკობდნენ და ესენი უსმენდნენ რა. ანუ არ არსებობდა პლატფორმა, სადაც არ ვიტყვი ვინ გამოდიოდა და რაღაცებს ლაპარაკობდა, ხო ხდები? ანუ არ იყო რა რაღაც. სურო. ბიჭო არა, იმიტომ მარტივი. არის ხო, მარტივი. მოწყობილი სამყარო დაჟე 30 წლის მეტიც არა. არა თუ 100 წლის. ჩვენ რო გვახსოვს. ვიღაცას თქვა ვინ ხო, ჩვენ გვახსოვს დაჟე. ჩვენაც არ გვახსოვს. იქ იყო რომ პარკში პატარა იმას მიიტანდა სკამს, დადგებოდა და იმ სკამზე ყიროდა რაღაცებს და 1-2 ვინმე თუ გახარემარეში გაიგებდა ამის ლაპარაკს დაეთანხმოდა და დაუდგებოდა და უსმენდა და მორჩა მაგით დამთავრდებოდა ეს ტიპი. და ჩვენ ბავშვობაში რაც გვახსოვს თუნდაც ადამიანის აზრი, მოსაზრება რომ მოგესმინა, ამისთვის ეს ტიპი უნდა მისულიყო ტელევიზიაში ან გაზეთში უნდა დაეწერა. შესაბამისად დამტვირთს რაღაც დამსახურება უნდა ქონოდა. ვიღაცა უნდა ყოფილიყო. ზუსტად მაგის თქვა. ხო, წერა კითხვა უნდა ცოდნოდა. ხო, ის ტელევიზიაში ხوار მიიყვანენ ტიპს დასვავდი და აბა ეხლა შენი აზრი მომახსენე ამ საკითხს. ან გაზეთში ხوار დაბეჭდავდნენ ტიპს რომელიც რაღაც რეგალია ქონდა რა. ეხლა შეგიძლია ეს. დააჭერ, ჩართო, ილაპარაკებ რაღაცეებს. რა გჭირდო? შენაირი ტიპი რომ ამას უნდა გადაიღებ, ხო? შენაირი ადამიანი რომელიც თქვენ ვერასდროს ვერ შეხვდებოდა. ეს ორი ტიპი თქვენ ატომავთ, ჩვენ შენაირს ატომავთ. ეს ორი ტიპი ვერასდროს ვერ შეხვდებოდა
30 წლისიანს უნდათ ერთმანეთს. დღეს ეს რო ვიდეოს დადებს, ამ ტიპმა შეება ნახოს, იტყვის რომ ეს ხო მეც ეგრე ვფიქრობ. და თან არც ერთი ადამიანი თავის თავზე არ ფიქრობს, რომ უმეტ არც ერთი არა, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს, რომ განსაკუთრებით სულელი არ თulis, რომ სულელია. ყველაზე მეტად ეგ არის, რომ სულელი თulis, რომ ჭკვიანია, იმიტომ რომ სულელია და არის რომ სულელია. და შესაბამისად სულელი, რომელიც თulis, რომ ჭკვიანია, როცა ხედავს სხვა სულელს, რომელიც იგივე აჟღერებს, ამ ტიპს გონია, რომ მე მართალი ვარ, ესეც მართალია. და ესენი ერთმანეთს პოულობენ მე რა, დღევანდელ სამყაროში ეგრე არა. ადრე იყო რაღაცა დამსახურება უნდა ქონოდა, რომ შენი აზრი გაჟღერებული იყო და დღეს ვინ ნებისმიერ შეუძლია, მათ შორის რა, იმაზე კი არა, ჩვენც ეგრე მაგ კატეგორიაში გავდივართ ეგრე. იმას კი ვალაპარაკობ ჩვენ ვართ ჭკვიანები და რაღაც არა. ჩვენც მაგ კატეგორიაში ტელევიზიაში მაგ ნამუშევარი, ეს მელაპარაკე. ხო, მაგრამ ნუ ზოგადად ვამბობ რა, არ გულისხმობ, ეხლა ისე ვლაპარაკობ რომ მე არა, ჩვენც გავდივართ მაგ შენ გამო გავამაგდეს სხვადასხვა ერთიდან. აი იმან არ მუშაობდი შენ, ხა ნუ გაატრაკებ რა. და ჯერ ჩემ გამო არ გამოუგდიხართ. მე უარესი არ არის ერთი გამოგაგდეს, იმიტომ რომ ვერ ვიყავდა თამაში ნორმალურად. არა, იმიტომ რომ შენი ცოდვები ცალკე გქონდა. არა, მომისმინე პირიქით ეგ უარესია შეჭ. ერთი თვე რომ მისული ხარ, ერთი თვე რომ უნდა იყო, რო რა გიტანე კონკურენციაში რო გამოგაგდებიან შეჭ. იქ უფრო მძიმე არ არის, ვიდრე 10 წელი რომ მუშაობდა, კაი, წადი. ვერატანაზე არ იყო ეხლა რა. მე მგონია რომ ვერატანის გამო არ გამოუგდივართ. არა, ხო, ვიცი. არა, არც გამოგდივართ, არა, გამოგდება ძალიან. არა, გამოგაჯმევინეს, გამოგდება არის. უტრიებულ სიტყვას ვიყენებ კაცო. უბრალოდ მე გამომაგდეს და შენ გამოგაჯმევინეს, მაგას ხო შეთანხმდით მაშინაც 2 წლის წინ. ეგრე გამოდის, იმიტომ მე აფშუაში არ ვიყავი. ხო. რაღაცა არც მე ვიყავი აფშუაში. ვიხსენებ და მეც აფშუაში არ ვიყავი. არ ვიკითხო ხმამაგო. ბიჭო, პირველ ახს ევროპის ჩემპიონზე ვიყავი. თავი შემილია დავდო, აი შაპონზე, კი არა, იმაზე, კუნძზე თავს დავდებ და ნაჯახით დამიდგეს ტურნირ და ის რა ქვია. და თუ უცდებით, არც მე იმის გამო, რაზეც ვითომ გამომაგდეს, მაგის გამო არ გამოუგდივართ, უსინდისო ვიყო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რატო გამოგაჯმევინეს იქიდან. ყველამ ძალიან კარგად იცის. იმიტომ რომ ძალიან დემოკრატიულ, ესეთ კარგ იდეალურ ქვეყანაში ცხოვრობ. ხო და ტადო, ეგ ყველაფერი შენ. რაც იტყვის თავისუფლებას აცრცემენ. ქართული ხო არ არის ხა ეგ ყველაფერი. რა. ანუ აი ხა ეს ფენომენი, რაზეც ვისაუბრეთ, არ არის ქართული საერთოდ, ხო და ხო რა, იქაც ყველგან არის რა ერთი სიტყვით და მაგიტო ვთქვი რომ საინტერესოა რა ეგ მაგის კვლევა, რომ ეგ რას გამოიწვევს. რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, მაგრამ ისეთია, დიდი ხანია უკვე მოხდა, ხო? ეხლა არ მოხდა, რამდენიმე წელია უკვე აქტიურად. გაჩნია როგორი ისტორიული გადმოსახედიდან შეხედავ ხარ რა.